სველი წერტილები სადა გაქვთ? გონი სტუდიო ნაყოფილი ყო რა, სტუდიოს კუთხია ეს, დიდი მისაღები. აი სველი წერტილები, ხო, აი დიდი ფართია. ეს შავი კარკასი არც ითვლება უკვე. მეტია. შავ კარკასზე მეტია. ეს სამზარეულო. დიდი მისაღები, სტუდიოს ტიპის, სველი წერტილები. ესაც სასადილო ოთახი გამოდის რა. ეს ვართ პირველ სართულზე. ავიდეთ მეორეზე. კაპიტალურად არის ყველაფერი გაკეთებული რა. აი კოლონები, რიგელები. დაახლოებით რამდენი ხნის აშენებულია? 2 წლის. 2 წლის აშენებულია. თანამედროვე სტილზე გაქვს გაკეთებული რა ეს ტიხრები და ყველაფერი. ეს ჭერის კაი მაღალჭერიანი ყაგიკეთებიათ აქ მეორე სართული ნახეთ. ხო. მეტალოპლასმასის ფანჯრები. გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა ახალია. ყველაფერი. იდეაში ესე იგი აქ კეთდებოდა 2 საძინებელი, შუაზე გაიყოფოდა, მშვენიერი ორივე ფანჯრიანი იქნებოდა. შეჩერებულია მშენებლობა და ესეთ მდგომარეობაში იყიდება. შიდა კიბი აქვს. აქაც სველი წერტილი, მეორე სართულის სველი წერტილი. აი ესეთი პატარა აივანი აქვს. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. და ავიდეთ ახლა სხვენში. მანსანდაში. არსანდაში ავიდეთ. აბა დავსყურავთ ხავთ. ესეც მანსარდა. აი ეს მახსოვს გიორგი. ხედები პირდაპირ სამებაზე. სამებაზე და თაწმინდის ანძაზე, აი ხედები. საუკეთესო. ესეთი ფანჯრებია ჩაყოლებული. მეტალოა ესაც? ხო. აქაც საზეებელი მინდოდა 2 წელს. აქ ხო? აი აქაც 2 ფანჯარა იდეაში 2 საძინებლის ადგილია. მთლიანობაში საცხოვრებელი ფართი გვაქვს 210. 210 კვადრატული საცხოვრებელი, თეთრ კარკასამდე მიყვანილია და ეზო დაახლოებით 100 კვადრატამდე. დანარჩენი ინფორმაცია დამირეკეთ ტელეფონზე, რომელიც იქნება ვიდეოს ქვეშ მითითებული. მოგიყვანთ ადგილზე გაჩვენოთ მეგობრებო, ფასი და დანარჩენ ინფორმაციას შეხვედრისას. დაგემშვიდობებით.